ერთვეზე მეტია მიკროსაფინანსო კომპანია საქართველოს მიერ დაზარალებული მიანაბრეების სხვადასხვა სტრუქტურებს დახმარებას თხოვენ. დღეს ჩვენთან სტუდიაში დაზარალებულთა წარმომადგენლები არიან და გავარკვევთ რა ეტაპზეა მათი ბრძოლა და მათი აზრით შექმნილი ვითარებიდან რა გამოსავალი არსებობს. სტუმრები აკაკი ჩარგეიშვილი ადვოკატი, გიორგი ფანცულაია ადვოკატი, ანა ძნელაძე დაზარალებული. ანა, დავიწყებთ თქვენგან. ბოლო ინფორმაციით სტუდია გამომძიებელი რეპორტერი უკვე იყო ეთერში და მაყურებელს აქვს უკვე ინფორმაცია, რომ კონკრეტულ ადამიანს, ვთქვათ, ევალება უბრალოდ კონკრეტული ადამიანის ბრალია, ბატონი მერაფერაძის ის რაც მოხდა, რადგან ის გაიქცა, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, ის უკვე დაკავებულია სამართალდამცავების მიერ. ახლა ამ ეტაპზე რა ხდება თქვენთან? მიმდინარეობს გამოძიება, ამ ეტაპზე გვცნეს დაზარალებულად, თუმცა დაზარალებულთა სიაში ვართ 2648 ადამიანი, მაგრამ ესები არის გადასაზუსტებელი, ჩვენ თვლით რომ გვყავს სრუმიანაბრეები. რას ნიშნავს ეს სრუმიანაბრეები? რას ნიშნავს და ჩვენ თვითონვე აღმოვაჩინეთ სიებში რომ არის ადამიანები, რომელსაც უკვე გატანილი აქვთ თანხები, მათ შორის ბიცოლა ჩემი. არიან ადამიანები, რომლებიც უკვე გაორმაგებულად არიან, ორჯერ არიან მოხსენიებული ამ სიებში. ანუ უნდა დააზუსტეს ეს სიები, უნდა დავდგეთ იმ რეალობის წინაშე. უნდა ვიცოდეთ კონკრეტულად რამდენი ადამიანი ვართ. ნუ გამოძიება ამაზე მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად ეს ფინანსურმა პოლიციამ უნდა გაარკვიოს ალბათ, ხო ზუსტად რამდენი პოლიციამ უნდა გაარკვიოს და ჩვენ ხელს ვცდილობთ რომ შევუწყოთ, იმიტომ რომ ჩვენც ასევე მიანაბრეები საკუთარი ძალებით ვცდილობთ რომ გამოძიება ჩავატაროთ, როგორც შეგვიძლია, რა თქმა უნდა. დაკავებულია მერაფერაძე, თუმცა ეს და თამაზულობ ჟანზე ეს არ არის საკმარისი. დაახლოებით 10 პირი მაინც არის მოვაზრებული ამ ჯგუფში, თაღლითურ ჯგუფში. არის მოხსენიებული თვითონ და სადმე ფიგურირებენ ეს ადამიანები თქვენ? კი ბატონო, მისი მეუღლე არის 100% არის წილის მფლობელი და თვითონ სასამართლოზეც პროკურორის მიერ წარდგენილ ჩვენებაში და არის მოხსენიებული როგორც ერთ-ერთი პირი, რომელიც იყო ამ თაღლითური სქემის წევრი. ის იყო 100%-იანი ფინანსური მეწილი ამ კომპანიის და შესაბამისად ჩვენ თვლით რომ მას ბრალი უნდა წაუყენოს. ამ ეტაპზე არ თვლის ალბათ გამოძიება ამის საჭიროებას, არ ვიცით ჩვენ ზუსტად. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენი მოთხოვნა არის ესეთი. ქონებების მოძიება მიმდინარეობს. არ არის საკმარისი ქონება, ეს არის ზღვაში წვეთი. აუცილებლად უნდა მოიძიოს ყველა იმ დაახლოებული პირის ქონება, რომელიც მერაფერაძეს ჰქონდა კავშირი, მათი ნათესავების და ეს უნდა იყოს ჩვენ სასარგებლოდ. არ ნათესავების ქონება ამ შემთხვევაში. იცით როგორ არის? აი მაგის ქალიშვილი დაუშვათ ხო სექტემბრიდან ოქტომბერში, როცა გამოძიებას უკვე ხალხმა მიმართა, ფინანსურ პოლიციაში იყო განცხადებები დაწერილი, მაშინ გამოჩნდა მისი ქალიშვილი ამ კომპანიაში მართველად და ფინანსებს განაგებდა და ჩვენ თვლით რომ მისი ქონებაც უნდა იყოს ჩართული ამ კონკრეტულ შემთხვევაში. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას? მოდი გავცევ ამ კითხვასაც აუცილებლად პასუხს და თუ არის შესაძლებელი, მინდა თქვენამდე მოვიტანო ის სურვილი, რაც ამ მიანავრებს გააჩნია და ეს კითხვა გავაერთიანო ორივე გისმენთ ყურადღებით. პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ ამ თემით დაინტერესდით, იმდენად ამ ადამიანებს პირველ რიგში ჭირდებათ ახლა გვერდით დგომა, ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობისას დიდი მადლობა, ასევე მივესალმები როგორც ყველა ტელემაყურებელს, განსაკუთრებით ამ მართლაც სავალალო მდგომარეობაში ყოფ ადამიანებს და მინდა ვთქვა, რომ ეს ამ შემთხვევაში ეს მდგომარეობა არის ისეთი, რომელსაც უკვე ჭირდება სისტემური მიხედვა და ჭირდება ამ ადამიანებთან დაკავშირებით ყინულის დაძრვას. და რაში გამოიხატება ამ შემთხვევაში? კი, რა თქმა უნდა, აქცენტი გააკეთა ჩემმა წინა გამოსვლამ, რომ შესაძლებელია აქ უფრო მეტი პირი იყოს პასუხისმგებაში მიცემული და ამასაც შევეხები, მაგრამ აქ ამოსავალი წერტილი ამ ადამიანების არის პირველ რიგში რა თქმა უნდა, ისინი გაბრაზებული არიან თითოეული ესეთ ადამიანზე, რომლებსაც მონაწილეობა მიიღო ამ ყველაფერში და მისი პასუხისმგებლობა საკითხსაც სვამენ, მაგრამ ამოსავალი წერტილი არის რომ ისინი დაკმაყოფილდნენ მატერიალურად, რა ზიანი მიადგათ. ეს არის მთავარი. ამისათვის აუცილებელი არის რომ საკითხი დაისვას სისტემურად. კი, დღეს პროკურატურა ამ საკითხზე მიყვება ფინანსური პოლიცია და ასე შემდეგ, მაგრამ ეს თემა არის უფრო მაღალ დონეზე ასაწევი და რას გულისხმობ. აქ შესაძლებელია ეს მარტო არ გამოიკვეთოს ამ საფინანსო კომპანია საქართველოს პასუხისმგებლობა. შესაძლებელია გამოიკვეთოს უფრო მსხვილი ორგანოების. მაგალითად, მე არც შემთხვევაში არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმპციას და
იმის კონკრეტულად არ დავადანაშაულებ, მაგრამ არის საკმაოდ კითხვის ნიშნები ეროვნული ბანკის საკმაოდ მაღალ ჩინოსნების მიმართ, რომლებსაც ასე ვთქვათ, უნდა ეფიქრათ და ისინი ვალდებულნი იყვნენ ამ პროცესებში დროულად ჩართულიყო და შესაბამისი რეგულაციები მოხდნენ და რა შემთხვევაშიც პირველი რიგში ეს რომ ეს შედეგი არ დადგებოდა და შემდეგ რაც უფრო ადრე ჩაერთებოდა ნაკლები დაზარალებული გვექნებოდა და ისინი პირდაპირ ვალდებულნი იყვნენ რაც ამ შემთხვევაში მე არც მე მათთან არ მივდივარ კონფრონტაციული ტონით პირიქით ჩვენ გვინდა რომ მათთან დიალოგში შევიდეთ, მოლაპარაკებაზე შევიდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი გაექცენ იმ პასუხისგებლობას და თუ გაათავისებიან თავის პასუხისგებლობას, ამ შემთხვევაში უფრო მეტად უნდა წამოვიდნენ შემთხვევით ნაბიჯებს. აქედან გამომდინარე, ეს არის კომპლექსური ნაბიჯი. ასევე ისაუბრა, რომ დაზარალებულის რაოდენობის დაზუსტება ფინანსური პოლიციაზე, პროკურატურაზეც ისაუბრა, ჩემაწინან გამოსვლამ და იქ შესაძლებელია უფრო მეტი პირი იყოს პასუხისმგებელი. ანუ საკითხი არის სისტემური, არა მარტო აქ ერთი კონკრეტული საფინანსო ორგანიზაცია საქართველოსთან მიმართება. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ჩემის აზრით ამ საკითხით უნდა დაინტერესდეს აუცილებლად საქართველოს პარლამენტი. საქართველოს პარლამენტის დაინტერესება შესაძლებელია რამოდენიმე ფორმით მოხდეს. ნუ ყველაზე სასურველი ფორმა რა თქმა უნდა იქნება, რომ პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია. ვინაიდან არის ესეთი მსხვილი ორგანიზაციების მიმართ კითხვის ნიშნები, როგორც არის საქართველოს ეროვნული ბანკი და ასე შემდეგ. და ამისათვის რა თქმა უნდა სამართლებრივი ფორმა არის მოსაფიქრებელი. ყველა შემთხვევაში მარტივად არ იწყება საგამოძიებო კომისია, მაგრამ სამართლებრივი ფორმას იურისტები ჩვენ მოვიფიქრებთ, თავარია ინტერესის დასურველი გაუჩნდეს საქართველოს პარლამენტს. შესაძლებელია ეს საგამოძიებო კომისიის არქში იყოს, შესაძლებელია საფინანსო კომიტეტმა დაინტერესდეს, ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დაინტერესდეს. უბრალოდ დავსვამ იცით რა არის ჯერ ჩვენ არ მიგვიმართია დღეს უნდა შესულიყო წერილი. ფიქრობთ რომ ხვალ უნდა გამოგვეხმაურონ. ანალოგიურად გვინდა ნამდვილად დაგიდასტუროთ, რომ ეროვნული ბანკის დიდი დანაშაული იგრძნობა და ფაქტიურად ჩანს ყველა საბუთებით, რომ ეროვნული ბანკი არათუ მოგვიანებით, დაგვიანებით ჩაერია პროცესებში, არამედ უხეშად ჩაერია. ყველაზე მკაცრი სანქციები დაადეს ამ კომპანიას, რის შემდეგაც მან ვეღარ შესძლო უკვე ფუნქციონირება. ვთვლით რომ ეროვნულმა ბანკმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს დღევანდელ მთავრობას არ უნდა იყოს ის განცდა, რომ არის 90-იანი წლები და ჩვენ უნდა გვეხვეწვანელა წინა მაგალითებით. ჩვენ ვთვლით რომ უნდა მოხდეს შეიქმნას ისტორია. პრეცედენტი უნდა დაიშვა სახელმწიფოში, რომ გავსი უწყებებიც კი, როგორც არის ეროვნული ბანკი, პასუხისმგებელი იქნება, თუ მათი ქმედებების გამო 2006-მდე მიანაბრე ადამიანი იქნა დაზარალებული. ბატონო გაკი, თქვენ ძალიან დიდი ხანია მუშაობთ ამ თემაზე და მე მაინტერესებს თქვენ როგორ გამოსავალს ხედავთ, რა იქნება საუკეთესო, ვთქვათ, თუ არსებობს საერთოდ ესეთი საუკეთესო პრაქტიკა, რომ ამ ტიპის, ვთქვათ, თემები მოგვარებულა, როგორ შეიძლება გადაიჭრას ეს პრობლემები და ვინ არის აქ აი პრინციპში მთავარი პასუხისმგებელი ამ პრობლემის დადგომის და შემდეგ უკვე მოგვარების. პირველ რიგში მადლობა ინტერესისთვის კიდევ ერთხელ საზოგადოებრივ მაუწყებელს და ყველას უსურვებ, მათ შორის რა თქმა უნდა დაზარალებულებს, ბედნიერ შობა ახალწლებს, ჯანმრთელობა ჩვენს პატრიარქს და რა თქმა უნდა ერთიანობაში ის დოვლათი და ხვავი კონდეს ყველას, ვისაც რა ეკუთვნის. რაც შეეხება აღნიშნულს, რა თქმა უნდა აუცილებლად ვეთანხმები ჩემს კოლეგას, ასევე ძნელი არ გავიზიარო თუნდაც დაზარალებულების პოზიცია ამ კონკრეტულ შემთხვევაში. იმ თავითვე ვამბობდი და ეხლაც ღრმად მწამს, რომ მიმდინარეობა საქმის მიმართ ეს არ არის აუცილებლად სისხლის სამართლებრივი ხასიათით, ანუ ვინმეს დაიჭერენ, არ დაიჭერენ, მე მესმის გაღიზიანებული დაზარალებულების მდგომარეობა, თუმცა დაჭერაში არ არის შველა, ანუ დაჭერით ეს ადამიანები ვერ მიიღებენ ფულს, თუმცა პასუხისმგებლობა კანონის წინაშე თავისთავად ცხადია, უნდა არსებობდეს და არ შეიძლება რომ ნიჰილიზმს მივეცეთ ამ კუთხით. მაგრამ თვითონ საქმის მიმდინარეობა უნდა მიმდინარეობდეს ორი მიმართულებით. ერთი მიმართულება არის ის, რაც მიდის, სისხლის სამართლებრივი ხასიათი, მეორე მიმართულება არის ის, რომ სისტემამ, ფინანსურმა სისტემამ საქართველოში დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა. არის ეს გულგრილობა,
არის ეს სხვა რომელიმე კონკრეტული უმოქმედობა თუ ასე შემდეგ, რაზეც ჩემო კოლეგამ უკვე ისაუბრა, ეს არის ან კვლევის საგანი, ან გამოძიების საგანი. ამას ვინ გააკეთებს? ამას ვერ გააკეთებს ფინანსური პოლიციის, თქვათ, რიგითი ან მაღალჩინოსანი გამოძიებელი. ამას გააკეთებს ის კონკრეტული მიდგომა პირველ რიგში, როდესაც სახელმწიფო პრემიერის სახით აღმასრულებელი ხელისუფლება დაუდგება ამ ადამიანებს როგორც პარტნიორ და ეტყვის, რომ მე შევეცდებით, ის ვერ მოაგვარებს, მაგრამ მე შევეცდებით თქვენთან ერთად მოვაგვარო ეს პრობლემა, მე თქვენ გვერდით დავდგე, მე ვიყო თქვენი პარტნიორი ამ კონკრეტულ მიმართულებებში და თუნდაც უკვე ერთ კონკრეტულ ოფიციალურ სახელმწიფო ბლანკზე გადატანილი ეს პრობლემა, რომელიც მოაქვთ დაზარალებულებს, უკვე წავა თუნდაც ეროვნულ ბანკში, წავა საქართველოს პარლამენტში, იმიტომ რომ ეროვნული ბანკი ანგარიშვალდებული ორგანო არის საქართველოს პარლამენტის მიმართ. შესაბამისად, რას ნიშნავს ეს იურიდიულად? ეს ნიშნავს, რომ ის, როდესაც მოისმენს ანგარიშებს, ან არ მოისმენს ანგარიშს, ან სხვა შუალედურ ანგარიშს მოისმენს, მას უფლება აქვს დაინტერესდეს. ამიტომ ვინაიდან ეროვნული ბანკის, როგორც ასეთი ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოს ჩვენ ქვეყანაში ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირება. ეს ნიშნავს, რომ მან მის სისტემაში დაუშვა შეცდომა. აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტს მიეცემა იმის შესაძლებლობა, ელემენტარულად თუ არ გამოიძიებს და თუ ამაში დიდი რესურსის დახარჯვა არ იქნება აუცილებელი, საპარლამენტო ჯგუფი შეიქმნას, ელემენტარული დასკვნა დაიდოს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანები გაერკვნენ რატომ ენდნენ ისინი სახელმწიფოს? თქვენ როდესაც გამოვდივართ, ჩვეულებრივი მოქალაქეები ვართ, ახალი წელი მოვიდა. გამოვდივართ ქუჩაში და ჩვეულებრივი მოთხოვნილება გვაქვს, მაღაზიაში შევდივართ, აფთიაქი გჭირდება და ამ შემდეგ. ჩვენ რა ვეკითხებით, აფთიაქის თქვათ, გამგე ვინ არის, ან კანონიერი დანიშნულია ეს გამგე, ლიცენზირებულია ეს აფთიაქი, ან სუპერმარკეტში, რომელშიც პური მოიტანეს, რომელიც მე უნდა ვიყიდო, ეს პური ნამდვილად ოფიციალური ქარხნის წარმოება. ჩვენ გვაქვს კანონიერი ნდობა. შესაბამისად, ეს ადამიანები თან 2600-ზე მეტი, ანუ 3000-მდე ადამიანი ჩვენი მოქალაქე, ჩვენი თანამემამულე, რომლებმაც დახარჯეს $100 მილიონ ფარგლებში და კიდევ უფრო მეტი პული და ეს პული გაქრადა დღეს ჩვენ ლარის მდგომარეობას ერთ-ერთ მიზეზად. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ესეც მივაბოთ, იმიტომ რომ ბრუნვიდან ხო აღარ არის, ბრუნვიდან ხო ამოვიდა. ეს ხომ ეროვნული ბანკის პრობლემა. ის, როდესაც ასეთი უზარმაზარი პროცენტი იყო დაწესებული, მე ყველაფრის მცოდნე ვერ ვიქნები, მე ადვოკატი ვარ, ვიღაც ექიმია, მაგრამ ფინანსური სექტორის პასუხისგებლობა აქვს ეროვნულ ბანკს. შესაბამისად, ძალიან მიგვირს, რომ ძალიან ბევრი ორგანიზაციები დღესაც არსებობს, მინდა გითხრათ. ზუსტად ამიტომ ეს აი გამოვიდა ქალბატონი გუგული მაღრაძე და გააკეთა განცხადება 2012 წელთან დაკავშირებით, რომ 2012 წლის კვებით ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისგებლობას საკრედიტო ურთიერთპროცენტებთან დაკავშირებით. ანუ მას შემდეგ ჩვენ მივიღეთ გარკვეული კანონმდებლობა, ზრული მოცულობა დავადგინეთ, ამაზე იყო საუბარი. თუმცა მარტო 2012 წელი არ ფიგურირებს ამ ურთიერთობებში, 2013 წელიც ფიგურირებს, 2014, 15, 16 და პლუს ეროვნული ბანკის მხრიდან ჯერ ჩვენ არ გვინახავს, მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი საქმე გააკეთა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ამხელა ვთქვათ, საგამოძიებო ჟურნალისტური გადაცემა მიუძღვნა და ასე ეს იყო ძალიან სერიოზული თქმა, პრინციპში უკვე ამის საფუძველზე უნდა დაწყებულიყო ბევრი მექანიზმის ამოქმედება, რაც სამწუხაროდ კიდევ არ არის. გარდა სისხლის სამართლის საქმისა, რაც გითხარით. რომელიც თქვა კარგ გამოსავლად თქვენ აღნიშნეთ. ანუ მატერიალური თვალსაზრისით ეს რა თქმა, ამიტომ დობის აღდგენა არის პირველ რიგში იმაში, რომ მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა უნდა იყოს თვითონ აღმასრულებელი, იმიტომ რომ ჩვენ ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტი გვაქვს. ჩვენ უამრავი ისეთი ინსტიტუტი, ბოლოს და ბოლოს ამ $100 მილიონი დან 5%-ით საშემოსავლო გადასახადები არის გადახდილი სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც დღეს აღარ იხდება. მე მანიშნებენ, რომ საერთოდ იწურება, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა გავამახვილო იმაზე ყურადღება, რომ ამ და ზუსტად ამ ტიპის ძალიან ბევრ პრობლემას რეალური სივრცე აუცილებლად მიადევნეს თვალყურს, იმიტომ რომ ასევე არის საუბარი ონლაინ სესხების თემაზე, რომელიც ასევე ძალიან ხშირ შემთხვევაში არის დამაზარალებელი. გასარეგულირებელია. სწორედ ამ რეგულაციებს ჩვენ აუცილებლად მიუძღვნით არაერთ გადაცემას. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენ 4 შაბათს კვლავ შევხვდებით ერთმანეთს საკმაოდ აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებზე სასაუბროთ. მე ვკვირდებით, რომ ჩვენ კვლავ შევიკრიბებით ამ თემაზე სასაუბროთ. დიდი მადლობა.